მესამეც გამოვლენ რინგზე პირველი ნახევარფინალის მონაწილეებით, ორივე თბილისელია, თორნიკე სიმონიშვილი და გიგი ქათამაძე. სიმონიშვილი ქათამაძე. და შემდეგ თათელიშვილი ყოფერი. ნახევარფინალის შედეგებს გეტყვით, გუშინდელი ნახევარფინალის სიმონიშვილმა დაამარცხა გუშინ ლაშა გრიგალაშვილი და ქათამაძემ მოუგო პეტრე ხალვაში, ორივეგან ანგარიში 5-0 იყო. როგორც უნდა დამზადოს ეს ბრძოლა, ორივე თბილისელია, თბილის მეოთხე ფინალისტი ეყოლება და პირველ ბრინჯაოს მედალს მოიპოვებს. სულ 17 მედალი ექნება თბილისელებს. პირველი რაუნდის დასასრული ნახოთ, ვის მიამიწეს საჯებმა უპირატესობა. თორნიკე სიმონიშვილმა მოიგო პირველი რაუნდი 5 მსაჯდა. ესეც მისი მეტოქე გიგი ქათამაძე. თავის სეკუნდანტებთან
მოარტყა გოლჯერ მარცხენიდან ქათამაძემ. კიდევ ერთი მარცხენა შეძლიერი. სიმონიჩისაც აქ ცალდია დაათქმები, აგერ ესე თქვა იმოდან. მიწდო მეტოქეს. მარჯვენა ხუკი სიმონიშვილის შესრულებით. რაუნდის ბოლო. ავიც ვერ დავიჩემეთ ხუთ. იგივე შედეგი იქნება, შეიძლება გაიყოს კიდე სხვები, თუმცა აი დაბოლოება კარგი ქონდა სიმონიშვილის მარცხენა პირდაპირ და შემდეგ მარჯვენას დააყოლა ორი შედეგიანი დარტყმა ქონდა. უკეთესი რაუნდი ქონდა პირველთან შედარებით. იგი ქათამაძეს, მაგრამ საბოლოოდ არ შეიძლება იმ ბოლო ორი დარტყმის წყალობითაც სიმონიშვილმა მოიგო მეორე რაუნდიც. 28 ეს უკვე ეს დიდი უპირატესობაა ორი რაუნდის შემდეგ, გადამწყვეტი უპირატესობა. ესეც თორნიკე სიმონიშვილი. რომელიც მესამე ბრძოლას იღებს უკვე ამ ტურნირზე და რაღაცა ისეთ განსაკუთრებული თუ არ მოიმოქმედა დიდი ქათამაძემ სულაც სიმონიშვილი გავა ამ რაუნდის შემდეგ ფინალში. ეხლა წესით ისეთ გადამწყვეტ შეტევაში უნდა წავიდეს ქათამაძე, მაგრამ დასვაში ჩვენი რადგა სიმონიშვილი ნახეთ როგორ კარგად პასუხობს, კარგად დაუძრა კუთხიდან, თუმცა შემჩნევა მიიღო საჯისგან, თუმცა ანდახევის დროს ზურგია ჩვენა მეტოქეს. ახლა ბრძოლაში შევიდა და რამდენიმე წამი გაიყვანა, ისეთ კარგი ტაქტიკოსით ჩანს. ჩვენი რამდენიმე შარშანდელობის ჩემპიონატზე ამასაკობრივ კატეგორიაში ერთი ჩემპიონი და რამდენიმე პრიზიორი ყავდა, მაგრამ არავინ აღარ გამოდის ამ ჩემპიონატზე, ყველამ გადაინაცვლა ზედასაკობრივ კატეგორიაში 16 წლამდელებში. გოგონებშიც ყავდა ნაკანი ვერცხლის პრიზიორი, თუ ვაცდები სამი ბრინჯაოს медаლი ჰქონდა და შარშან ყავდა ევროპის ჩემპიონი გორგ აზარიანი, რომელიც წელს უკვე ნახეთ ჩვენ ზედასაკობრივ კატეგორიაში. 16 წლამდელ ჭაბუკებში. მარცხენა ხუკებში ისეთ ძლიერი საკმაოდ სიმონიშვილის აღაუნცაც იგებს ის სავარაუდოდ ის ფინალის გამოგიცხადებენ ძალიან მალე და შემდეგ რინგზე გამოვლენ ქუთაისელი მათე თათელიშვილი და სენაკელი ნიკოლოზ ხოფერი. ისინი მე-16 ფინალიდან ჩაერთვენ ბრძოლაში და უკვე დღეს გამართავენ მე-4 შეხვედრას. მათ შორის გამარჯვებული ხვალ მე-5-ესაც. სულმათ მოიგო, რა თქმა უნდა, თორნიკე სიმონიშვილმა და მან მოიგო მესამე რაუნდიც, ოღონდ აქ ხმები გაყოფილა, სამამს არა, მესამე რაუნდი, კი ბატონო, 3-2 მოიგო მესამე რაუნდიც სიმონიშვილმა. ჯამში
სამსაჯთან 30-27, ორთან 29-28.